სამწუხაროდ საქართველოში ბზის უკანონო ჭრა ჯერ კიდევ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. შესაბამისად, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კონტროლს ამკაცრებს. რა სანქციებია გათვალისწინებული ბზის უკანონო მოპოვება რეალიზაციაზე და როგორ უნდა მოვიპოვოთ ბზა ისე, რომ კანონი არ დავარღვიოთ. მარინა სუჯაშვილი, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი მრჩეველი გვერდია ბიზნეს პოსტის სტუდიაში და მასთან ერთად თემაზე ვრცლად ვისაუბრებთ. მოგესალმებით, ქალბატონო მარინა, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ბზა ერთ-ერთი უძვირფასესი სახეობაა, რომელიც ენდემური სახეობაა, კოლხური ბზა საქართველოსი და ასევე რელიქტია, ესე იგი უძველეს წარმოშობისა. და მისი დაზიანება და მოჭრა არის, რა თქმა უნდა, დაჟადი. კი ბატონო, ძალიან საინტერესოა ქალბატონო მარინა, მოგესალმებით. რა უნდა ვიცოდეთ და რა უნდა გავითვალისწინოთ იმისთვის, რომ ბზის ბზა მოვიპოვოთ და შესაბამისად კანონიც არ დავარღვიოთ. ძირითადად უნდა მოხდეს შეგროვება კერძო სანერგეებში, რომელიც ძალიან მრავლად არის დღესდღეობით. ანდა კიდე მე პირადად და უნდა ახლდეს აუცილებლად მას ადგილობრივი თვითმმართველობის საბუთი ადგილწარმოშობის შესახებ. მაგრამ ყველა ადამიანს შეუძლია თვითონაც რომ აი ელემენტარულად ერთი პატარა ტოტით გაამრავლოს და კონდეს თავის საკუთარი ბზა, რომელიც რიტუალების დროსაც იქნება მისაღები და ასევე სილამაზე ეკნებათ სახლშიც კი. კი ბატონო, განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს? არ საჭიროებს, საჭიროებს ცოტა ჭდილს, იმიტომ რომ ჭდილის მოყვარულია და ტენს საჭიროებს. ამიტომ თუ მოვლით სათანადოდ სულ იქნება ჩვენი საკუთარი ბზა. იმიტომ რომ ცოტა ხნის წინ ჩვენ გვემუქრებოდა საშიშროება, რომ საერთოდ აღარ გვექნებოდა კოლხური ბზა. იმიტომ რომ შემოეცია ინვაზიური სახეობა ალურა, როგორც ეგეთი ბზის და სრულად განადგურა თამათ შემიძლია ვთქვა. მაგრამ ამაში ჩაერია თუ კი ვინმეს რაიმე შეხება ქონდა ტყესთან, სატყეოსთან, გარემოსთან, შეწამლები ხდებოდა 2016 წლიდან. რამდენადაც მახსოვს 2014 წლიდან დაფიქსირდა ალურა ხომ საქართველოში? დიახ, კი ბატონო და შემდეგ ხდებოდა მუდმივად შეწამლა, მწემჭერების გაკიდება, რომელსაც დღესაც კი ვანხორციელებთ შიშით, მიუხედავად ისა, რომ ღმერთმა დაგვიფარა და ისევე წამოვიდა ბზა და ბევრ ადგილას ისევ ნორმალურ მდგომარეობაშია. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ის უნდა გავანადგუროთ, ეს უნდა შევინარჩუნოთ აუცილებლად. გეთანხმებით აბსოლუტურად, ჩვენ კიდევ გვაქვს რამოდენიმე კითხვა, ასე ვთქვათ, ხმობასთან დაკავშირებით, მანამდე გითხავთ სანქციებზე. როგორც ასე ვთქვათ, ვიცით, სანქციები გამკაცრდა, საინტერესოა და კონტროლი გამკაცრდა. რა სანქციებს ითვალისწინებს ბზის უკანონო მოპოვება და როგორია ჯარიმების მოცულობა? ჯარიმების მოცულობა გაზრდილია ბევრად უფრო, არის 500-დან 2000 ლარამდე, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ზარალი არის 1000 ლარზე მეტი, ამ შემთხვევაში უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დგება. ქალბატონო მარინა, ალბათ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ერთ-ერთი ამ სიტუაციაში გამოსავალი და საიმედო და ეფექტური არის ცნობიერების ამაღლება. ხომ ეროვნული სატყეო სააგენტო ამ კუთხით აქტიურად მუშაობს. რა პერიოდულობით და რა სიხშირით ტარდება საინფორმაციო კამპანიები, რომ გითხრათ და რამდენად გაზრდილია ცნობიერება ამ კუთხით მოსახლეობაში და რა შედეგები გვაქვს დღეს? თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ეს იმდენად ხშირად ხდება და ხდება არა მარტო დაუშვათ დიდ საზოგადოებაში, არამედ ბავშვებთან, სკოლებში, ბაღებში. ჩვენ ძალიან ხშირად ხდება ეს ყველაფერი, ტელევიზიითაც შუქდება და განსაკუთრებით აი მას შემდეგ, რაც პრობლემები შეექმნა ბზას, განსაკუთრებით უფრო გახშირებული არის აი ამ ინფორმაციის გაცემა. ბუკლეტებიც კი გვაქვს შედგენილი ამისთვის და იგივე სკოლებში ხდება მათი დარიგება და ზოგადად ყველგან სადაც ხელი მიგვიწვდება. რამდენად შემცირდა უკანონოდ მოპოვება ბზის? აი ამ კუთხით კითხავთ, ანუ რამდენად შეამცირეს ადამიანებმა ასე ვთქვათ არასწორ ადგილას ბზის მოჭრა და ასე შემდგომ? მე რამდენადაც ვიცი და ამას გარემოს დაცვის სამინისტრო აკონტროლებს მუდმივად, ბევრად უფრო შემცირებული არის, თუნდაც იმიტომ, რომ უკვე აღარ იყო ბზის ის რაოდენობა, რომელიც შეიძლება რომ მოჭრა და გამოიტანო. მაგრამ ეხლა როცა ეს ბედნიერება გვაქვს, რომ ცოტათი მაინც უკვე წამოვიდა ბზა, ხო, ის უბრალოდ უნდა შევინარჩუნოთ.
გეთანხმებით. კაპიტანი მარინა, თქვენ შეეხეთ და მოდით კიდევ ერთხელ ვისაუბროთ ამ საკითხს. ეს არის ბზის ხმობა, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო ჩვენი ქვეყნისთვის. რა განაპირობებდა ამ ყველაფერს და დღეს რა მდგომარეობა ამ კუთხით რამდენად გამოსწორდა სიტუაცია? ეს როგორც უკვე გითხარით, გამოიწვია იმან, რომ ინვაზიური სახეობა შემოყვა რომელიღაც შემოტანილ მცენარეებს, ასე დაასკვნეს ყველა მეცნიერებმა, არა მარტო ჩვენთან საქართველოში, ეს ბევრ ადგილას მოხდა აფხაზეთის ტერიტორიაზე, საერთოდ გაანადგურა იქაურობა და ჩვენთანაც. 5 რეგიონში იყო ეს, მაგრამ მართლა ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ გადარჩენილიყო ბზა. ცოტა ბუნებას დაგვეხმარა ამაში, წელიწადში 2-ჯერ ხდებოდა შეწამლა ბიოლოგიური ხსნარით, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ქიმიური დაუშვებელია ბუნებრივ ტყეში. და ამან აუცილებლად მოახდინა რეაქცია და თან გქონდა გაკიდული ყველგან წერჭერები ეგრეთ წოდებული, რომლებითაც ჩვენ შეგვეძლო აღვერიცხა კლება იყო მამავნებლის თუ მატება. საბედნიეროდ დღესდღეობითაც ვაგრძელებთ მონიტორინგს და საბედნიეროდ მინიმალური არის. ძალიან საინტერესო თქვენი ბუნება ახსენეთ, ბუნების ხელშეწყობა, თუმცა სახელმწიფოც უნდა აღინიშნოს, რომ კომპლექსურად მუშაობს წლების განმავლობაში ამ პრობლემასთან დაკავშირებით და კონკრეტულად ალურას შემთხვევაში, მავნებელი, რომელიც დაფიქსირდა, დღეს ვამბობთ, რომ შემცირებული არის. კვლავ თუ დგას საკითხი საშიშროების წინაშე, რამდენად საფრთხის მომცველია კვლავ, რომ ალურა უფრო დააზიანოს ჩვენი კოლხური ბზა. როგორც ენტომოლოგები ამბობენ, ამ ეტაპზე ამის საშიშროება არ უნდა იყოს. ეს მართლა შემოყვა რომელიღაც შემოტანილ მცენარეებს, იმიტომ რომ რამდენადაც ყველამ დაასკვნა ეს სოჩაში ოლიმპიადის დროს, რომელიღაც მცენარე შემოყვა და მერე გავრცელდა აბსოლუტურად ყველგან. მაგრამ დღესდღეობით მონიტორინგი გრძელდება მუდმივად ყოველწლიურად და მოწმდება რა მდგომარეობა არის. წერჭერები ისევ გვაქვს გაკიდული, რომლებსაც შემოდგომაზე ვხსნით და გაზაფხულზე ისევ და ხდება მათი აღრიცხვა და მინიმალურიც კი ვერ აღმოაჩინეს ზოგ ადგილას და ზოგ ადგილას კიდე სამწუხაროდ ბზა ვერ გადარჩა. კაპიტანი მარინა, საინტერესოა ბოლოს გემდივარ და გითხავთ, თუ ხდება სახელმწიფოს მხრიდან ბზების გაშენება, ასე ვთქვა და სხვადასხვა ტერიტორიებზე მისი დარგვა, რაც მის რაოდენობას კიდევ უფრო მეტად გაზრდიდა. იცით, ეს უფრო ხდება გამწვანების თვალსაზრისით, ხდება ეკლესიებში, მაგრამ ტყეში რეკომენდირებული არ არის შეტანა. დიახ. იმიტომ რომ ეს თავის ადგილს პოულობს ყოველთვის, სად შეუულია რომ გაიხაროს და ყოველთვის ძველი მეტყევებისგან რეკომენდირებული არ არის შეტანა ხელოვნურად. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მაყურებელს შევახსენებ, მარინა სუჯაშვილი ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი მრჩეველი იყო ჩვენი სტუმარი. თქვენ კი მოგიწოდებთ, რომ არ მოახდინოთ უკანონოდ ბზის მოჭრა არსად, უბრალოდ თქვენს ტერიტორიაზე თუ გაქვთ საკუთარი ბზა, ან თუ არსებობს შესაბამისი საბუთი ამ ბზის შეძენის შემთხვევაში, მხოლოდ ამ დროს შეიძინეთ შესაბამისი ბზის ტოტი ან მთლიანად ბზა.